საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ძველი ქართული სამკაულის პრეზენტაცია გაიმართა. ძველი ქართული სამკაული გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სამკაული და ნაწილია ერთიანი სისტემის, რომელსაც ქართული კულტურა წარმოადგენს. წიგნში პირველად სრულად არის განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა და წარმოდგენილია მისი ისტორიული და რელიგიური ფონი. ძველი ქართული სამკაული განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის. ეს არის ფაქტიურად სამკაულის მეშვეობით კიდევ ერთხელ ქართული კულტურის განვითარების გზის განხილვა. სამკაულში ყველაზე ნათლად აისახება ერის თუ საზოგადოების კულტურა. სახელიც კი ძველი ქართული სამკაული. თვითონ ქართული სიტყვა და თავად სამკაულიც კი ასე ხსნელია. თუ რას ნიშნავს ეს, რას ნიშნავს ჩვენ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ეს ქართული. რა არის აქ შენი ეროვნული, რა არის ის ხაზი, რომელსაც მოყვები დღემდე და ავითარებ, რაში არის ამისი ქართულობა. ერთი მხრივ და მეორე მხრივ რა არის სამკაული. კულტურის სამინისტრო მოხარულია, რომ მხარს უჭერს ასეთ მნიშვნელოვან გამოცემებს. რა ვიცი, ამ ბოლო პერიოდისთვის მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვნად დაგროვდა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ნამუშევრები.